მოვიდა და აღიდგინა თითქოს და გაიხსენა ისეთი გარემოებები, რაც ბუნებაში არ მომხდარა. გიორგი უგულავას მიერ უშუალო მითითებითა და დავალებებით ხდებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის უკანონოს ფლანვა. სწორედ ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც იყო წლების განმავლობაში ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, დაახლოებით 48 მილიონზე ლარზე მეტი დაიხარჯა 2012 წლის წინა საარჩევნო პერიოდში ამ გზით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის. მოწმემ განავცო გამოძიებაში მიცემული ჩვენება, საზოგადოებას შევახსენე, რომ ჩვენება ეს არის სასამართლოში გაკეთებული მოწმის მიერ გაკეთებული განმარტება, შესაბამისად ამაში არაფერი უკანონო არ იყო. როგორი ამოცოთ დღეს რეკლამის შემდეგი ამბობთ. არიელი, ლაქების სრულად მოშორება ერთ გარეცხვაში. ფული გჭირდება? Sissilon-G, სესხი ონლაინ. რთულია რეცხვა არა? დიახ. შენს მაინც თუ დავაგვირდებით არ ზედიკოსთვის იქნება ადვილი მისი გარეცხვა ხომასეა? არა, ეს არ არის სიმართლე. სარეცხვის მანქანა გარესხავს მას. ნეტა ნამდვილად მარტივი იყოს, მაგრამ ასეთ ლაქას განსაკუთრებული ძალის ხმევა სჭირდება. ახალ სარეცხს საშუალება დაიც არ სჭირდება ზედმეტი ძალის ხმევა. წამომღებით. მოდით ვცადოთ. მხოლოდ ერთი ჭიქა საკმარისია. რეცხვა 40 გრადუს ცელსიუსზე აბრეშუმის რეცხვის რეჟიმში. როგორია? კატკატა თეთრი. ყველანაირი კვალის გარეშე. დაიდის ახალი სითხე იდეალური სისუფთავე ერთი მარტივი რეცხვისას. აკონტროლე ხარჯები. დაიდი 5 კილოგრამიან შეფუთვაში. ახლა 40%-ით უფრო მომგებიანია. ეკნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე მსოფლიო ბრენდების მაცივრები დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერპრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ეკნობუმში ყველა დასაჩუქრდება. ნეტკრედიტში პირველი სესხი 500 ლარამდე უფასოა. არსებულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 1000 ლარამდე ლიმიტით. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. 7 ივლისიდან. არა. დაინახე, შიგ ხელში, პირდაპირ ხელში. ერთნახევარი ჯაშუში. ტექნოლოგია სასარგებლო უნდა იყოს ადამიანისთვის. მაგალითად მობილური ინტერნეტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ, აღბეჭდოთ და შემდეგ გავაზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები. მოგზაურთა ჯგუფს ვთხოვეთ მოეარათ და აღმოეჩინათ არაჩვეულებრივი საქართველო. ადგილები, რომლებიც ასე გვეამაყება და ადგილები, რომლებიც სამწუხაროდ დანაგვიანებულია. სწორედ ამიტომ ჯეოსელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ მობილურ აპლიკაციას მოვლა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყნის მოვლა და მისი ნარჩენებისგან გათავისუფლება. მოგზაურობისას უბრალოდ მონიშნეთ ის ადგილები, სადაც ნაგვის კონცენტრაციას აღმოაჩენთ და ატვირთეთ ფოტო აპლიკაციაში. ამით თქვენ დაეხმარებით მათ, ვისაც დასუფთავების სურვილი აქვს და თავადაც შეაერთვებით ქვეყნის მოვლაში. ჯეოსელის მობილური ინტერნეტი, სასარგებლო ტექნოლოგია როგორც ადამიანებისთვის, ისე ბუნებისთვის. ჯეოსელი, მობილური თაობისთვის. კაპიპალპი, სავსეა ფორთოხლის წვნიანი რბილობით, რასაც თითოეულ კლუბში გრძნობ. კაპიპალპი, გასინჯე მწიფე ფორთოხლის გული. ექსოდერილის უნიკალური წვეთები სწრაფად და ღრმად აღწევს ფშხილში, ზუსტად იქ, სადაც სოკო ბინადრობს და ანადგურებს მას. გამოყენებისას გაესანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიმს. სანდოზი, შვეიცარიული მიდგომა ხარისხთან. იცით რა არის სრულყოფილების საიდუმლო? ეს არის განსხვავებული შეგრძნებების შერწყმა, რომელიც ქმნის ერთ იდეალს. როდესაც შენ სათქმეს ამბობენ თვალები და ამ გრძნობას რომ ვეღარ დაემალები, იწყება ეს განცდა უბრალო შეხებით, იჭრება სხეულში, ის არის ხვდები, ბედის შეჯახება, გშუქნის ამ შეხვედრას, რომელიც განიჭებს საოცარ შეგრძნებას.
ცოცხლის გემო. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 კოსმოსური თავგადასავლები იწყება ბარნისთან ერთად. იპოვნე კოსმოსური თავგადასავლების დასაკრავი ყოველ შეფუთვაში და ააწყვე შენი გალაქტიკა. მოგზაურობის სეზონი იწყება. ჩაერთე მაქტიკომის სერვისი მოგზაური. საზღვარგარეთ ისარგებლე შენივე ნომრით და დაბალი ტარიფებით ზარებზე. ასევე შეიძინე როუმინგის ინტერნეტ პაკეტები და იყავი ყველგან ონლაინ. რამეტი და 50. გამარჯობა ქალბატონო თამაში. რამდენი ხანია არ გამოჩენილ ხარ? მოდი დღეს მე დაგპატიჟებ. ნახე. სულან თილარი ეგეთი. ნიკოშ. აცნი. 22 და 4. როგორ ხარ ნანა? აჩი საჩქარი. თქვენი არის 47 და 20. ო, ძალიან ბევრია. ოკეი. გადაიხადეთ საქართველოს ბანკის ბარათებით და მოიგეთ 10, 30, 50000 ლარი და 16000 დამატებითი ფულადი პრიზი. არ გაუშვათ არც ერთი შანსი. ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის პოსტერმინალით მომგებიანია. კვირის მთავარი თემები და სტუმრები, შეფასება, თვალსაზრისი, პოზიცია, ქრონიკის სტუდია, ღია სივრცე განსხვავებული მოსაზრებებისთვის. ყოველ შაბათს 8 საათზე ქრონიკის სტუდია. იმედზე. ეს არის ქრონიკა 8-ზე. მუცოს რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის მიხედვით 6 ისტორიული კოშკი და 25 საცხოვრებელი სახლი ისე განახლდება, რომ პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს. ძველი ციხე-ქალაქის განახლება 3 წლის წინ დაიწყო. ფონდმა ქართულ დამატებით მილიონი ლარი გამოყო. მშენებლობის დასრულებას 2018 წლისთვის ელიან ნანუკა ქაჯაიამ 3 წლის შემდეგ მოინახულა მშენება მუცო. ხევსურებს მუცოში ელექტროენერგია ექნებათ, ინტერნეტი, ტელეფონით დაიჭერს და კოშკებით ძლიერ სახეს დაიბრუნებს. ეს სიუჟეტი ქრონიკამ ზუსტად 3 წლის წინ გადაიღო. როგორც ხედავთ, მუცოს ციხესიმაგრის რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია. აქ ახლა ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. მართალია ტელეფონი ჯერ არ იჭერს, თუმცა ელექტროენერგია ხეობაში უკვე